Prime Minister, closing remarks. Enjoying your success, making sure that people of Georgia know we have credible force, more than 12,000. I think from where I sit in Tbilisi, there has not been enough discussion about the question of political and political effort, and I think we should all think of the young soldier who was killed in Afghanistan. Thank you, and the sentiment in Washington, and as somebody who's a resident ambassador. Everybody recognizes Georgia's role in Training, exercises, shift this question has been, as we've been talking in the morning, and realize that this... ჩემი აზრით დღეს ძალიან ღრმა ანალიზი გავაკეთეთ იმ უსაფრთხოების არქიტექტურის, რომელიც ჩვენს რეგიონში და ევროპაშია რუსეთის აგრესიის შემდეგ. ვისაუბრეთ კონკრეტულად თუ როგორ უნდა გახდეს საქართველოს სრული ინტეგრაცია ნატოში ძალიან დაჩქარებული და იმ ფორმით, რომ საქართველოს საზოგადოებას დამატებითი რეალური უსაფრთხოების განცდა გაუჩნდეს და დაცულობის განცდა გაუჩნდეს და მე მგონია, რომ ამ დებატებიდან გამოიკვეთა მთავარი, რომ მომავალ სამიტზე ბრიტანეთში გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რომელიც საქართველოს აქცევს უფრო უსაფრთხოს. აქ იყო საუბარი როგორც მრავალმხრივ ფორმატში ნატოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე კონკრეტულად საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდაზე. ეს ის მოლოდინია, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატოს სამიტისგან და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივახცევთ ჩვენს მთავარ ამოცანას. დღეს გამართულმა დისკუსიამ ნატოს თემაზე გვიჩვენა, რომ საერთაშორისო დონეზე გადაწყვეტილება მიღებულია და საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ნატოს წევრობისათვის საჭირო კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად მიაღწია, სათანადოდ იქნება აღიარებული უელსის სამიტზე. დარწმუნებული ვარ, სექტემბრის სამიტის მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო დეტალურად გავიგებთ, თუ რა ფორმებით მოხდება ამ პროგრესის აღიარება.